ტყუპებს უჯდებათ, მეგობრებო, მეოთხე სახლში და მეოთხე სახლი ეს ჩვენთან არის ოჯახი, სახლი. ეს არის მაგალითად, რამდენად შინაგანად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რამდენად მაქვს დალაგებული აქვს შინაგანი, ფსიქოლოგიური მხარე, უსაფრთხოება არის მეოთხე სახლი, საცხოვრებელი სახლი არის ასევე მეოთხე სახლი და მშობლებთან ურთიერთობა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. აი აქ იქნება სიახლის შესატანი, იქნება განახლება არის საჭირო ურთიერთობებში, ოჯახის წევრებთან, იქნება დასალაგებელი არის ურთიერთობები, იქნება გასარკვევი არის, პრაგმატულად დასალაგებელი არის. მე მინდა ამ ოჯახთან ახლა კიდევ იგივე ცხოვრებით ვიცხოვრო თუ რაღაცეები სიახლეები არის შემოსატანი. ზოგს მაგალითად ტყუპებს ექნებათ ინტერესი, ან სახლში რაღაც პატარა რემონტი გააკეთონ, ან რაღაც სიახლე შემოიტანონ, ან ურთიერთობებში, ან ფიზიკურად, ხო? ახალი სახლი მინდა ვიყიდო, გადავიდე საცხოვრებელი შევიცვალო მაგალითად და რაღაცები მაქვს დასალაგებელი ამისთვის, რომ საცხოვრებელი შევიცვალო. ანუ ეს იქნება ან პირდაპირი მინიშნება, რომ საცხოვრებლის შეცვლა მინდა, ან შეიძლება იყოს, რომ მე პირიქით რაღაცნაირად სადაც ცხოვრობ, იქ მინდა ცვლილებების შეტანა. ზოგჯერ შეიძლება იყოს ეს შინაგან სამყაროში ცვლილების შეტანა, ფსიქოლოგიურ დონეზე, იმიტომ რომ მეოთხე სახლი არ არის მარტო მშობლები, ეს არის ჩემს ქვეცნობიერში ბავშვობის ნარატივები რა მომყვება, რა მომცა ოჯახმა, რომელიც რაღაცა კარგია, რაღაცა ცუდი არის და იქ ცვლილებები მაქვს შესატანი, რაღაცა არის ძველი გასაშვები, რაღაც ახალი არის დასანერგი სიტყვაზე, ხო? ანუ ოჯახის თემები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობები და საკუთარ ემოციურ სამყაროსთან ურთიერთობების დალაგება ტყუპებისთვის აქტუალური იქნება. ვისაც მეოთხე სახლში გასდის ტრანზიტული დაბნელება, მანდაც იგივე თემა არის. ახლა შეიძლება იყოს კურო, რომელსაც ბოდიში კურო მეთქი. მეოთხე სახლში გასდის დაბნელება, ახლა რო ავიღოთ ასციდენტით ვინც არის ხო ტყუპები მაგალითად, ან ასციდენტით კირჩხიბი შეიძლება იყოს გააჩნია მანდ რომელ სახლში ყავს ხო? სიფართოვე სახლების როგორი არის, ყველას ინდივიდუალური აქვს დაბადების დროიდან. შეიძლება ეს ასციდენტი ტყუპი იყოს საერთოდ და მას მეოთხე სახლში გასდიოდეს, ან მაგალითად კირჩხიბი იყოს ასციდენტით და მეოთხე სახლში უხდებოდეს გაჩნია. ამიტომ ორივე ვარიანტს ვიღებთ ხოლმე, ნათალურ უკაშიც რა ხდება და ზოდიაქოს მიხედვითაც რა ხდება. ასე რომ მეოთხე სახლი ჩაღრმავების რაღაც გადატვირთვის ენერგიას რთავს უკვე საკუთარ საცხოვრებელში, საკუთარ გარემოში, გადავხედო რა არის აქ შესატანი ცვლილებები ამ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში და რა სიახლე მჭირდება, რომ ეს ენერგია რაღაცნაირად უფრო ჰარმონიულად ჩამოვაყალიბო ხო ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.